წლებია შალვარამიშვილის მარჯვენა ხელია და ტყუილებს უტიფრად ავრცელებს. მისი ცხოვრების სტილი აჩვენებს, რომ ამაში კარგადაც უხდიან. ოპა, იმენა ესთეტიკა. იმ დროს, როცა ვაკის ბინა იყიდა, პოზიტივის ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არ ჰქონია. ერთი კომპანიის მეწილე კი იყო, მაგრამ მის საქმიანობასა და შემოსავალზე ინფორმაცია არ იძებნება. გურის ეთერში ევროპის ლანძღვა არ უჭირს. გვექცეოდნენ სრულად არასწორად, აი ჩაგრავდნენ რა, ჩათვალეთ. ეს ევროპული ღირებულებები მაგალითად გამოხატვის თავისუფლება ეხა რასაც მივდექი, მე მგონი თუ ვინმე სადმე არ ღვევს გამოხატვის თავისუფლებას, ეს თავად ევროპაა. ევროკავშირი და ევრობიუროკრატია არის პირველი ტოტალიტარიზმის ყველაზე შენიღბული ფორმა. მეორე ეს არის deep state-ის ჩვეულებრივი შანტაჟის იარაღი არაწევრი სახელმწიფოებისადმი.